მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს 23 თებერვალია და საქართველოში ტრადიციულად ამ დროს პატრიოტიზმი იღვიძებს და მოკლედ ყველას ახსენდება იუნკერები, დიდება გმირებს და რა ვიცი, აი რუსეთი ოკუპანტია და აი ორჯონიკიძე, სტალინი, მაშინ რო არ დავეპყარით, მაშინ გმირებმა თავი დადეს და მათი ხსოვნა მუდამ იქნება და რა ვიცი, დაწყებული პარლამენტიდან დამთავრებული იქ. რა ვიცი, კოჯორში იკადრენ ასვლა და ტაბახმელაზე არ ვიცი. შეიძლება მაგამდე ბენზინის საშუალება არ ქონდა თავრობას და ახლოსში მოაყომარეს ყველაფერი. და არის ერთი წივილ-კივილი, რომ თურმე საწყალი ჩვენი საცოდავი ქვეყანა, აი მაშინ რო ჩაიგდო რუსეთმა ხელში, მის მერე ჯიჯგნიან და ეხლაც შეგვჭამეს თურმე. და იუნკერების გმირობამ და თავდადებამ შთამომავლობაზე გადავიდა. ვაი თქვენს პატრონს რა პირდაპირ ასე გეტყვით. ვაი თქვენს პატრონს. ერმა რომელმაც არ ვამბობ მე-12-მე-13 საუკუნეში. აგერ ბიჭო 100 წლის წინ რო არის ის რა მოხდა მის ქვეყანაში. მოდებაში რო არა მის ქვეყანაში რა ხდებოდა 100 წლის წინ. ვინ იყო გმირი, ვინ იყო მტერი, ვინ იყო მოღალატე, ვინ რა ფუნქცია როლი შეასრულა საქართველოს იმ სამწლიან დამოუკიდებლობაში, როგორ დაიკარგა ეს ყველაფერი, რა მოხდა, რა ამბები იყო, ეს არ იცის ხალხმა. იციან ერთი იუნკერები და საზიზღარი ორჯონიკიძე და რუსეთი დაიპყრო საქართველოს და მორჩა დამთავრდა. მეც არ ცდება ეს ისა, ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი მტრები. ბიჭო, ახლა გისვამთ ერთ ელემენტარულ კითხვას. ქვეყანას კითხვას ვსვამ. ქვეყანას, რომელსაც გააჩნდა 200,000-მდე გამოცდილი ვეტერანი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში იყო ნაბრძოლი, რომელსაც გააჩნდა არნახული სამხედრო ელიტა, ანუ გენერლებს გულისხმობ მე, უფროს და დაბალ ოფიცერთა შემადგენლობას და სამეთაურო ორგოლს, რომელსაც გააჩნდა კბილებამდე შეიარაღება არა მარტო მისი, არამედ ამიერკავკასიის ფრონტიდან დარჩენილი საქართველოში არსებული ენზემარაგები, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სამხრეთის ფრონტიდან დარჩა და ეს ყველანაირი რესურსი ქონდა იმისთვის თავი დაეცვა, რატო გახდა პირტიტველა 17-16 წლის ბიჭების დასაცავი დედაქალაქი. აი კითხვას ვინმე ამის მიმართებაში რატო არ სვამს? ეს კითხვა რატო არავის არ ახსენდება და ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები რატო არასდროს არ გამოიხატება, რომ ამ პატარა ბიჭების დასაცავი და საომარი რატო გახდა ესა რა ქვია დედაქალაქი. აი კითხვა ამისი. რატო არ ჩანს? არასდროს არავიდან არც ერთი რა ვიცი მე ისტორიკოსი იქნება თუ არც ერთი პოლიტიკოსებზე საერთოდ ხო მაგარი პოლიტიკოსები ყავს. ან ეს აქტივისტები, რომლებიც გამოდიან და ახლა გმირობაზე ლაპარაკობენ და რა ვიცი ვენებს იჭრიან სამშობლოს სიყვარულში, მე ვერ ხვდები ამას კითხვა რატო არ ისმება. არ ხდება ამის კითხვის დასმა. მერე ერთი კითხვა კიდე ასეთი, რომ ყველას რო ენაზე აკერია. როდესაც მოდიოდა წითელი არმია, სერგო ორჯონიკიძის კი ბატონო და სხვა ბოლშევიკი ქართველების სარდლობით, პარალელურად ტაოკლარჯეთში, რომელიც წარმოადგენს 33% საქართველოს
ტერიტორიას ვინ მოუძღვებოდა თურქეთის ოკუპაციას ვინ რარჯულის ხალხი იყვნენ მოდი ჯერ ეს მაინც ზოგიერთი დებილისთვის გასაგები რო იყოს აი ეს წითლად არის აღნიშნული საბჭოთა ოკუპაციის ძირითადი მიმართულება და მწვანეთ არის აღნიშნული თურქული ოკუპაციის პარალელურად თურქული ოკუპაციის დაწყება საქართველოს წინააღმდეგ. ენაზე რო გაქვთ წამოხეული საქართველოს ნეიტრალური სტატუსი ეკავაო და რუსეთმა დაარღვიაო. ოსმალეთმა არ დაარღვია, თურქებმა არ დაარღვიეს საქართველოს ნეიტრალური მიმართულება? კითხვას გისვამთ აი მას. დღეს ასე ღრმად უკნიდან განათლებულ პატრიოტებს. რა ერქვა? ზეპირად რო გახსოვთ ეს ორჯონიკიძე შულავერის კომიტეტი რო იძახი. აი გასაგებია, ახლა ცოტა რთული კითხვა უნდა გავართულო ეს კითხვა. და ორჯონიკიძე თუ მოუძღვებოდა წითელ არმიას, ტაო-კლარჯეთში თურქების არმიას, ვინ მოუძღვებოდა? ვინ მოუძღვებოდა? კითხვას გისვამთ. ეს ძალიან ცოტა მიცი სამწუხაროდ საქართველოში, მაგრამ აი ვინ იყო ეს იცით? ეს იყო სერვერ ბეგ ჯაყელი. არ ვიცი, თურქი მესხი ეგრეთ წოდებული. არ ვიცი, შეიძლება ჯაყელების თამამავალიც, თუმცა მეეჭვება. რომელსაც არაერთხელ ცხვირპირი დაამტვრია თავისი სეპარატისტულ გამოხდომებს გენერალმა კვინიტაძემ სამცხეში, არდახანში, ართვინში, არტანუჯში და სერვერ ბეგ ჯაყელი, დიახ, სერვერ ბეგ ჯაყელი. ამის სახელი და გვარი არავინ არ იცის. ეს თითქოს არც მომხდარა. ეს თურმე არც ყოფილა ჩვენს ისტორიაში. შემოვიდნენ ბოლშევიკები, დაიპყრეს თურმე საქართველოს მთლიანად და მოკიდეს ხელი ტაო-კლარჯეთს და აჩუქეს თურქებს. თურმე ასე ყოფილა. და არა იქ ტაო-კლარჯეთში არაფერი ბრძოლები, მართალია არ ყოფილა ბრძოლები. არ ყოფილა ბრძოლები. რატო არ ყოფილა? იმედო არ ყოფილა, რომ ქემალ ათათურქმა, რომელიც მეგობრად და ძმად ყავდათ გახდილი, მენშევიკებს, ვითომ რომ არაფერი კავშირი რო არ ქონდათ. დაახმარებად ხოვეს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. არ იცით ეს ასე რო იყო? რომ თურქთა ჯარით რუსები რო უნდა დაემარცხებინათ. და როცა დადგა მომენტი, ათათურქმა მოთხოვა, რომ წაუყენა ულტიმატუმი, დაეცალათ ტაო-კლარჯეთის მიმართულება, ისტორიული საქართველო, რომელიც ახლა ანექსირებული აქვს თურქეთს. და ამით მოგვარდებოდა საქართველოს და თურქეთს შორის არსებული ტერიტორიული პრობლემები. და ჟორდანიამაც გამოიყვანა ჯარი და მოძმეს, რომელსაც თხოვდა, რომ ებრძოლა მასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ, გადააბარა თავის ტერიტორია. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, როდესაც ამ დროს თურქები მოსკოვში იყვნენ ჩასული და საქართველოს გაყოფის გეგმას ათანხმებდნენ ლენინთან და მეორე მომენტი პირი რო გაქვს დაღებული ლენინმა გადაჭა ასე მოხდა ისე მოხდა თურქებმა რომ დაიკავეს ტაო-კლარჯეთი გახსენდათ რომ თურმე აჭარად 300 წელი მათი იყო. ამიტომ საბჭოთა რუსეთთან რო არ ქონოდათ პრობლემები ქაზიმ ბეიმ და ქემალ ფაშამ გაიხსენა
ეს ძმობის და მეგობრობის შეთანხმება და გამოუცხადა ჟორდანიას, რომ რა თქმა უნდა ის დაეხმარებოდა ჟორდანიას უსაფრთხო გასვლაში აჭარიდან და თურქული ჯარი ამ მიზნით შევიდოდა აჭარაში. და ქიაზიმ ბეიმ გამოაცხადა თავი აჭარის გენერალ გუბერნატორად. გენერალ გუბერნატორად გამოაცხადა, რითაც აუკლარჯეც მიუმატა ეს ყველაფერი, რაზეც დათანხმდა ნოე ჟორდანია. რა თქმა უნდა, მაგაც ფეხებზე არ ეკიდათ საკუთარი ტრაკის გადასარჩენად და ჩააბარა აჭარაც თურქებს. ენა რო გაქვთ ახლა წაგდებული მე სტალინმა მოაწერა ხე. ლენინს და ათათურქს შორის გაფორმებული შეთანხმების ზუსტად ეს მონაკვეთი, აჭარის მონაკვეთი იყო სტალინის დაჟინებული მოთხოვნა, არ იყო მაშინ არ იკავა მაგას იმხელა თანამდებობა დღეს რო იძახიან და არგუმენტირებას უკეთებდა იმით, რომ აქ საქართველოს ისტორიულ მიწებზე რო დაეწყო ლაპარაკი, ზედმეტი იყო საუბარი. ბათუმში არსებობდა პორტი და ბათუმში იყო ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობსადენი, რომელიც ბაქოდან გადიოდა. მაგრამ როდესაც გამოცხადებული ჰქონდათ მენშევიკებს, რომ ეს თურქეთის ნაწილია, საბჭოთა რუსეთი და თურქეთი ერთმანეთში გარიგებულები იყვნენ, სადაც თურქი ჯარისკაცი დადგამდა ფეხს, იქ რუსი ჯარისკაცი არ უნდა დაპირისპირებოდა და სადაც რუსი ჯარისკაცი გადადგამდა ფეხს, იქ თურქი არ დაპირისპირდებოდა. აღმოჩნდა ამ ბუფერს შორის აჭარა. და მაშინ მოხდა აჭარის გადასარჩენად გენერალი მაზნიაშვილი თავისი მენშევიკების, ბოლშევიკების ჯარით ადგილზე ქართველებით რომ დაუპირისპირდა თურქეთის არმიას და დაამტვრია სვერბელი და გაყარა იქედან. ეს არ იცის არავინ, ხო? ამ დროს იქ რამდენი იუნკერის დაღუპვას ზეიმობთ ერთი აქ საინტერესოა, მაგრამ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ბათუმში? რამდენი ჯარისკაცი შეეწირა? რამდენი ბოლშევიკი და მენშევიკი იბრძოდა ერთად იმისთვის, რომ აჭარა გადარჩენილიყო? ეგ არავის არ აინტერესებს. ეს არც ყოფილა თურმე. ეს არც მომხდარა თურმე. აი ესეთ სიჩლუნგეში რო ცხოვრობს ერი, აი ესე დაქლიავებული რო არის და ასე რო გამოასირა ოდითგანვე ამ დასავლეთის სპეცსამსახურებმა არაფერი განსხვავებული არ მომხდარა მაშინაც. მაშინაც მოხდა ზუსტად იდენტური რაღაცა, რაც ხდება დღეს. აი ნეიტრალიტეტიო რო იძახით. მაშინაც ასე მოხდა. გაურიგდნენ ნეიტრალიტეტზე საბჭოთა რუსეთს. საბჭოთა რუსეთმა ჩაუწერა ვალდებულებაში ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ესეთი რაღაცა. შევგვარჯერათ გადაშალეთ ეს წაიკითხეთ იმ შეფულებაში, რომლის გარანტორიც იყო ბრიტანეთი სხვათა შორის. მე ვაღიარებ საქართველოს არჩევერები მის შიდა საქმეებში და ნეიტრალურს კი ბატონო იყოს, მაგრამ ვალდებულება უნდა ქონდეს ქართულ მხარეს აღებული, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ბოლშევიკების წინააღმდეგ დენიკინის არმიის, თეთრგვარდიელების, კონტრრევოლუციონერების და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თავშესაყარად. და საქართველოს თუ იცავს ნეიტრალიტეტს, მაშინ უნდა დაიცვას ბოლომდე. და საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც
საფრანგეთის, არც ბრიტანეთის, არც თურქეთის და არც ერთი ქვეყნის ჯარი. ნუ ახლა რა თქმა უნდა კომუნისტების რეპრესიას და რაღაცას კიდე ითხოვდა რომ ნეიტრალურად მოკიდებოდნენ ამ ყველაფერს. რა გააკეთეს ამათმა? მოაწერეს ხელი თუ არა ამ შეთანხმებას, ეგრევე და ბრიტანეთის წაქეზებით დაიწყეს ისევე დასავლეთის ტრაქში შეძრომა, ითხოვდნენ საქართველოში ბრიტანეთთან ერთად განლაგებულიყო ბრიტანული ჯარი, ფრანგული დაზვერვა, ასევე თურქებთან შეინჭირიმე შენგენაცვალე ქონოდათ და ასევე კონტრრევოლუციონერები და თეთრგვარდიელები და ესენი შტაბი გაიხსნათ მაგათთვის ყველასთვის თბილისში. ამას არ ამბობენ, ეს არ ჭირდებათ, ეს არ აინტერესებთ. თორე სიმართლე უნდა ითქვას, ლენინს თვითონ, აი ბოლშევიკებს, ქართველ ბოლშევიკებს, ფილიპე მახარაძეს ვთქვათ, სტალინსაც, ორჯონიკიძესაც, ამათ უნდათ საქართველოს გასაბჭოება, იმიტომ იცოდნენ, რომ რაც მოხდებოდა კავკასიაში და როგორც მოხდებოდა საქართველოს ბედიც როგორ იქნებოდა და საერთოდ სიტუაცია როგორ იქნებოდა. თორე ლენინი და იქამდე ტროცკი და ისინი საერთოდ საქართველოს ოკუპაციაზე თავს იკავებდნენ. არ გჭირდებაო, ჩვენო ოკუპაციაო, გვირჩევნიაო, ყავდესო, გვერდითო, როგორცო. ფინეთი ყავდათ. ეგრეთ წოდებული ნეიტრალურ ქვეყანად გამოცხადებული, ასე ნეიტრალურ ქვეყანად კავკასიაში ყოლოდათ საქართველო. როდესაც ესენი რო იძახიან, რომ აი რატო შემოვიდნენ, რისთვის შემოვიდნენ? დაუდო დაზვერვამ და ინგლისმა პირდაპირ უთხრა, რომ ქართველები მე მეჩალიჩებიან, რომ ჩემი ჯარი განვათავსო კავკასიაში, ინგლისმა, რომელმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე ლორე დაგვაკარგია. და აღარა მაქვს საუბარი ამ თეთრგვარდიელებზე და ამ დენიკინის და ამის სულაძაღლებულ ხალხზე, იმათი შტაბის გახსნა და ყველაფერი და არა ხო გითხარითო, მე ორჯონიკიძემ და ამ ქართველმა ბოლშევიკებმა უთხრენ. ხო გითხარით, რომ ესენი კაის არაფერს არ მოიტანენო და ესენი დიდ პრობლემებს შეგვიგნიან მომავალშიცო და ჯერ ინგლისთან შეთანხმდნენ ლონდონში საქართველოს ოკუპაციაზე, რომელიც იყო გარანტორი საქართველოს ტერიტორიის ნეიტრალიტეტის და მერე დაიწყეს საქართველოს ოკუპაცია. აი ეს იყო სიმართლე და ეს იყო სინამდვილეში. რაზეც დღეს ლაპარაკი არ შეიძლება. არ გესმით ყვა ჩემო კარგი, ქარია და შეიძლება არ ისმოდეს კარგად. ხო. ამიტომ მე დღეს Facebook-ის ჩემ გვერდზე დავდე პირველი ნაწილი, რომელიც ეძღვნება ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ჩანაწერებს, რომელზეც აწყობილი არის სრული ისტორია, რაც წერდა გენერალი კვინიტაძე, რა ხდებოდა იმ პერიოდის, ეს არის პირველი ნაწილი, ხვალზე სამ ნაწილად მაქვს დაყოფილი, რა ხდებოდა, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ აქ ქვემოთ და ლინკზე არის მითითებული და ნახოთ თუ არა შემობრძანდეთ ჩემი YouTube-ის არხზე და ნახოთ ეს სამი მონაკვეთი, რომელშიც შესული არის თავიდან ბოლომდე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ეხლა გენერალ კვინიტაძეს რუსეთუმეობას ვერავინ ვერ დააბრალებს. და ბოლოში კიდე იქნება აჭარის გადარჩენის სიტუაცია თუ როგორ იყო და რანაირად იყო. ამ დღეებში მე ვეცდები და იმედია გამომივა, გავაკეთო ბლოგი, რომელიც თავიდან ბოლომდე გააშუქებს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით, როგორ მოხდა ტაო-კლარჯეთის და სამხრეთის მიწების გადაცემა თურქეთზე, რომელზეც ლაპარაკი არ არის დღემდე 33% ქართული ტერიტორია. როგორ გამოთქვამდნენ ამ ტერიტორიებზე პრეტენზიებს არა მარტო თურქები, სომხები, აზერბაიჯანლებიც. და რა მოხდა სინამდვილეში? და იქ რო გარბიხართ იმის, რა ქვია, იუნკერების საფლავებზე,
იქ ბათუმში ჩადით ერთი ბათუმში და იმ გმირების საფლავებს მიაგეთ პატივი, რომელმა გმირებმაც ბათუმის შემოუნარჩუნა საქართველოს და აჭარა. ეს არ არის მთლიანი აჭარა, აჭარის ოლქი ბევრად დიდი იყო. და მიაგეთ ერთი პატივი, მაგრამ თქვენ ბიჭო ისი მიმგებები ხართ, თქვენ ჩათლახებო. თქვენ იქით გარბი ხართ და დიდგორობა დღეს ათათურქის საფლავს კოცნით. და მე როდესაც დავწერე ჩემს გვერდზე ასეთი რამე, რომ 1918-21 წლებში შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის არიდება, 100% ყველაფერი შესაძლებელი იყო. ასე უბედურად არ წასულიყო ჩვენი ისტორიის ბედი 1992-93 წლებში შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც შესაძლებელი იყო და თავიდან ბოლომდე ჩვეულებრივად შესაძლებელი იყო აფხაზეთის ომის არიდება, როდესაც 2008 წელს ჩვეულებრივად შესაძლებელი იყო ამ ომის არიდება, გამომიხდეთ ეს გამოქლიავებული უცოდინარი, უციგნური ქართველები, FSB მუშაობს, GRU მუშაობს, KGB მუშაობს. აბა, ერთმა ისიც დამიწერა, რომ აბა 1121 წელსო, თავი რო აერიდებიაო, დიდგორზეო, დიდგორი ყوار გვექნებაო. ჯო, რა ვიცი, არ მინდა ცუდი ვქვა ამ ადამიანზე, იმიტომ რომ 100 აქვს ნასწავლი ამათ ისტორია და ამათ მართლა ჯერათ ახლა, რომ მართლა ჯერათ ამათ, რომ ჟორდანია გმირი იყო და მაშინ გმირობა ხდებოდა იმ პერიოდში. მაგრამ არ იყო ასე. და რაც შეეხება იმას 1121 წლის დიდგორის შედარებას და მენშევიკების მიერ გაყიდულ საქართველოს ერთ რაღაცას გეტყვით. დავით აღმაშენებელი დაიბადა 1073 წელს. გამეფდა 1099 წელს, 16 წლის ასაკში. დიდგორი იყო 1121 წელს. ხო? ხო იყო ასე. რამდენი წლის გამოდიოდა მაშინ დავითის მმართველობა 1099 წლიდან 1121 წლამდე. რამდენის გამოდიოდა? გამოდიოდა 32 წლის მმართველობა, ხო? ხო და დიდგორი მოხდა 32 წლის მერე. თუ არა 1091 წელს 3 წლის მერე დიდგორისთვის რო ებრძოლა დავით აღმაშენებელს, საქართველოს სახსენებელი არ იქნებოდა დღეს. ისე ცნობისთვის. ხო და სანამ დიდგორის ბრძოლამდე მიხვალთ, მანამდე მომზადება ჭირდება და სანამ დიდგორის ბრძოლამდე მივიდოდა აღმაშენებელი, თავისი ხელით იზულებული იყო, ხარკი ჩაეტანა და თავისი ფეხით ჩასულიყო, ხლებოდა სელჩუკთა ფაშებს და შენი ძმა და მეგობარი ვარ და შენი ჭირიმე შენგენ აცვალეო ეძახები. აღარაფერს ვამბობ გიორგი ბრწყინვალეზე, რომელმაც თავისი მეფობის ძირითადი ნაწილი დიპლომატიაში და მონღოლებთან შენი ჭირიმე შენგენ აცვალეს ძახილში გაატარა და როდესაც ნახა იმისთვის მომენტი რომ გაერთიანებია ქვეყანა, მაშინ გააერთიანა და მე გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ ჟორდანიასნაირი მაგარი გმირები კი არ იყვენ, ეგენი კაცო. თავს რუსეთს დაუხრიდნენ ესენი? ჯერ იგიც ის მაინც იცოდეთ, თქვენ საცოდავებო, რომ ბოლშევიკებს და მენშევიკებს შორის არაფერი სხვაობა რო არ იყო. ერთი ნაგავი იყო ორივე. ხა რა შეეხება იმას, რომ ლენინმა გადასცა ესა რა ქვია, აუკლარჯეთი. ლენინს მიაკვდა ძაღლი სულში მის მომტირას და მის მოყვარულს. ლენინმა გადასცა ის ტერიტორია გადასცა, რომელი ტერიტორიაც დაცალა ჟორდანიამ და გადასცა თურქებს. ეს იყო სიმართლე. ეს არის ისტორიული ფაქტი. თურქებს, რომლებსაც ძმობას ეფიცებოდა და თქვენი ჭირიმე, თქვენგენ აცვალე ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგო ბრძოლაში. რატო? იმიტომ რომ ეგენი მენშევიკები იყვნენ, იგენი ბოლშევიკები იყვნენ. თუ არა, სამშობლო არ აინტერესებდა. ხო და ის არსებული რეალობა, რომელი არსებული რეალობაც დახვდა
დახვდათ საქართველოში ბოლშევიკებს, თურქებთან გააფორმეს იმაზე ხელშეკრულება, ეს იყო რეალობა. და ის რომ ბათუმი და აჭარა და ბათუმის ოლქი არ იქნა გადაცემული ოსმალებზე, ოსმალებთან მოლაპარაკებაზე, ეს არის სტალინის დამსახურება. და ეს არის შემდეგ ადგილზე გენერალი მაზნიაშვილის და სხვა პატრიოტების დამსახურება. ისე ცნობისთვის უციგნურება რო იცოდეთ რა. რო იძახით სტალინს საქართველოსთვის რა გაუკეთებია და როგორ გაუკეთებია და ასე შემდეგ. ისე ცნობისთვის რო იცოდეთ და სხვათა შორის სტალინის გეგმა საქართველოში სულ სხვანაირი იყო. სტალინის გეგმა საქართველოში იყო, რომ იცოდა ადრე თუ გვიან ოსმალეთი შემოესეოდა საქართველოს და საბჭოთა კავშირი, საბჭოთა რუსეთი უნდა ჩარეულიყო საქართველოს მფარველად და მაშინ უნდა მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოება. ეს იყო სტალინის გეგმა. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს იყო. რაც გარდაუვალად მოხდებოდა ადრე თუ გვიან. ხო. და სტალინის დამსახურება არის სხვათა შორის საქართველოს ჩამოცილებული აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შემოყვანა. ხო. და აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან მიმართებაში დაედო საფუძვლად საინგილოს გადაცემას მაშინ ისე რო იცოდეთ. და 1920 წელს საქართველოში წითელი არმია რო შემოიჭრა და რომელიც გენერალმა კვინიტაძემ კისრისტეხით გააგდო საქართველოდან, აი მაშინ იქნა პრაქტიკულად გადაცემული და გაფორმებული რეალურად საინგილოს პრობლემები. ამიტომ ეს ცალკე თემაა და ამის ბლოგს როდესაც გავაკეთებ, მაშინ მოხერხდება ამ ყველაფრის დადასტურება. მანამდე გააგრძელეთ ამ ტყუილში ცხოვრება. და იგლოვეთ იუნკერები და სოროსის დაწერილი ისტორიით გააგრძელეთ ცხოვრება და კვინიტაძის დაწერილი ისტორიას გამოუცხადეთ, რომ თურმე ეს FSB-ს და რუსული ნარატივია. ეგა პატრიოტები. ბევრი კირე, დღეს ბევრი ნიანგის ცრემლები დაგიფასდება. ასე დაუფსო საქართველოს თვალები დასავლეთმა, ასე გაწირა 1921 წელს, ასე გაწირა 1992-93 წელს და ასე გაწირა 2008 წელს და არაფერ განსაკუთრებულ სხვას არ ითხოვდნენ ისინი 2022 წელს. არაფერ განსხვავებულს არ ითხოვდნენ ისინი, ითხოვდნენ იმას, რასაც შეჩვეული იყვნენ საქართველოში მათი დასმული მონების მიერ შესრულებას. აი ეს იყო. და გაუკვირდათ. ისტორიულადო ყოველთვისო კაცო ასე დამონებული იყო, ისო რა ქვიაო, ქვეყანაო, მაგრამ უკვე გასაყიდიც აღარაფერი დარჩა. გაყიდეს თავის დროზე. აუკლარჯეთი გაყიდეს, აფხაზეთი გაყიდეს, სამაჩაბლო გაყიდეს და ახლა ივანიშვილსაც და კოცებსაც თლათ რომ გაიყიდათ, ის თავის თავსაც წააგებდნენ. და ჩვენ უნდა უძახოთ ახლა მადლობა ივანიშვილს, რომ არ გაერია ამ ყველაფერს, გაერეოდა პირველი წააგდებიებდნენ ივანიშვილს თავს. ისე. ახლა სომხებთან ის სხვა ამბავი იყო, ის 1919 წლის ამბები იყო. ეგ ცალკე თემა არის, მაგრამ მაშინაც ინგლისის დამსახურებით ძალიან დიდი წყალობა მივიღეთ. ლორეს ოლქის გადაცემა. ვინ გააკეთა? ინგლისმა არ გააკეთა? არა, სტალინმა და ორჯონიკიძემ გააკეთა. ასე იყო ვიძია იქ. და რაც შეეხება თურქების მოთხოვნას, ამაზე კიდე ცალკე ლაპარაკი არა. 1918 წლის ივნისის შეთანხმებით, ფორცები 4 ივნისის შეთანხმება უნდა ყოფილიყო თუ 6-ის, ბათუმში
ჟორდანიამ მოაწერა ხელი 1918 წელს ოსმალეთისთვის ბათუმის, ართვინის, არტაანის, ჩრდილის, არდაჰანის და სხვა დანარჩენი ქართული მიწების გადაცემას. ხო? ასე იყო. ასე და მე თურქები სხვას არაფერს არ ითხოვდნენ. სხვას არაფერს არ ითხოვდნენ, რასაც მოაწერეო ჟორდანია 1918 წელსო, ხელიო. ის შეასრულეო. ისე შენი გამომწველავი დედაშევეცი შე თურქების მწოველო. ხო. ისე შენი და ყველა თქვენაირი შიგევროპელის. რამდენიმე ტყუილს არ ვლაპარაკობდი. რამდენი ასე იყო ყველაფერი. ეს იყო ისტორიული დოკუმენტები ამ ყველაფერზე, ამაზე ლაპარაკი არ გინდათ. ხო. და არაფერი არ ხდება განსხვავებული დღეს. ხდება ის რაც უნდა მოხდა ახლა 1918 წელს რომ მოაწერეს ხელი თურქებთან, მაშინ თურქეთი დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და საქართველოსთვის არ ეცალა საერთოდ. კი არა, საერთოდ დიდი საერთოდ რუკიდან გაქრობის შედგა საერთოდ ამოცანა შეიძლება სულ გამქრალი იყო და ვერ მოიცალა, მაგრამ როდესაც მოიცალა 1918 წლის ხელშეკრულების ესა რა ქვია შესრულება მოთხოვა ჟორდანიას. ისე მოგიტყან გამომწველავი, გამზდელი, მტარი, ცოცხალი შენ, ყველა შენ მენშევიკებს, ყველა ჟორდანიას მათებარ მადიდებელს, ყველა ლიბერას ჩათლავს, რამდენი ასე იყო. რამდენი ასე იყო. ვახა თქვენ ბიძია, თქვენი მე დასირებული ხალხი ხართ, რო გითხოთ კაცმა 2008 წელს ომი კი არ წავაგეთ, ომი მოვიგეთ. ხო ვიცი მე ეს თქვენი კატეგორია. და დღეს არიან აი დღეს რო დააკვირდეთ არაფერი განსხვავებული არ ხდება. იქამდე პირდაპირ ერთ-ერთში მეორდება ისტორია ამ ბოლშევიკების ნაბოზვარი ძუკნა. ეს ჩათლაშკა ეს მოათრიეს და ეს ჩათლაშკა დასვეს პირდაპირ პრეზიდენტად და ისტორიული კავშირი აღადგინეს მენშევიკურ მთავრობასა და დღევანდელ მთავრობას შორის. ასე იყო. იმდენი შენი დედაშევეცი და იმდენი თქვენი გამზდელი მოუტყან, მე რამდენი ეს ასე იყო. და რამდენი თქვენ ამ სიმართლის მოსმენა არ გინდოდათ და არ გინდათ დღესაც. ეს ისეთ ცნობისთვის. კი, მაგრამ დაგიბრუნდათ დრო და რაც 21 წელს ვერ დაამთავრეთ, ახლა დაამთავრეთ. თქვენი მე დედამოწყვლილი შვილები ხართ. ამით კი არ განსხვავდებით და გეიქცევით მე ჟორდანიას ავით სადმე და რომელიღაცა საფლავზე ლექს დააწერთ და წამოწვევით და წავა მე პატრიოტები. თქვენი ტრაკიდან განათლებული თავი არ გაიშვა იქით. იუნკერების გმირობა. ბებია შენი წაბლა ტრაკმა მე მასწავლის ახლა ეს დამსმელ მოთხნული იმას. ჩემი დიდი ბაბუა უშუალოდ მონაწილეობდა აჭარის გათავისუფლებაში. სირიეს. ბაბუა შენი ალბათ ჟორდანიასავით გარბოდა, მოუთხან, გამზდელი, მისი ჯიშის შენ რა იქნები უკეთესი. და ახლა გული გეწვის. აი ეგ იყო. წავიმტრიეთ მაშინ ცხვირი. ვიმტრევთ ახლა და წავიმტრევთ მომავალშიც, იმიტომ რომ საქართველოში ისტორიის გაზრება არ მომხდარა, ისტორიული მოვლენების ობიექტური შეფასება არ მომხდარა. საქართველოში მოღალატეს, შთამომავლობით მოღალატე არ დარქმევია და კი არა პრეზიდენტები და გმირები და რა ვიცი ხო გახსოვთ რა სიძახდნენ იმაზე რა ქვია ზურაბიშვილზე გმირების შთამომავალი და ეს და მერე გაახსენდათ რომ თურმე ეს ჩათლაშკა თურმე და მისი წინაპრები გმირები კი არ ყოფილან თურმე ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ თურმე მამამისი და ბიძამისი და ესენი და ოღონ ეს მერე
ხო, ახლა ქართული საგანძურის საკითხები, ჩემო კარგო, იქ რასაც ქვია უშუალოდ საგანძური, ის მაშინდელი ბიძინა იყო, სოფიკო, მაშინდელი ბიძინა იყო 6 თიმე. დღეს რო ბიძინას ადარებენ, იმან შეინახა და საფრანგეთმა შეინახა. და სტალინის ფენომენი რო არ ყოფილიყო, ვირას დაგიბრუნებდა საფრანგეთი სოფლიოს მძარცველი კოლონიზატორი იყო, მაგრამ როდესაც მოვიდა დეგოლის სათავეში იმისთვის რომ სტალინთან რამენაირად ურთიერთობები დაელაგებია, აგერა მაქვს მთელი შენი ქართული საგანძური შენახულიო და ჩამოგიტანო და ჩამოუტანა უკლებლივ. და ამათმა რაც შეჭამეს, ეს იყო ხაზინა. ოქრო ზოდები ჩაიდეს მუცელში და გულაობენ მაგათი უჯიშოს თამამობლობა და მე ესა რა ქვია გული დაწყდებათ. გული დაწყდებათ, რომ რას ქვია მივედი მე და ჟორდანიას საფლავზე, როგორ თქვი სიმართლე, რასაც იმსახურებდა. თქვენი ტარი და ცოცხალი. ასია ეს. და ის ხდება დღესაც. შემძვრალები, ეს ქართველობა დავიწყებული, ზნეობა, მორალ დავიწყებული, ეს ყველანაირად უჯიშო, ურჯულო ადამიანები, ხან ამერიკელების ტრაქში შემძვრალი, ხან ინგლისელების ტრაქში შემძვრალი, ხან ფრანგების, ხან გერმანელების, შიგ ევროპელების, ჩვენ ქართველები არა ვართ, ჩვენ ევროპელები ვართ, ჩვენ კავკასიელები არა ვართ. ხო და ასე ატორღიალებული მათხოვრად ჯიჟილა ჩვენ მაგარი კონსტიტუცია შევქმნით ჯერ მაგით საკითხავი იყო ბიჭო 1918-21 წლებში ილიას მკვლელები იყვნენ მენშევიკები ილიას მკვლელები აბოზვარი პირწავარნილები ილიას მკვლელები ქვეყნის სათავეში კაის რას მოუტანდნენ ისე როგორც ზვიადის მკვლელები რას მოუტანდნენ ქვეყანას კაის რა სოციალ-დემოკრატია, რა თუ რამე უნდა აღდგენილიყო წესით და რიგით და ისტორიული სამართლიანობით თუ რამე უნდა აღდგენილიყო, ქვეყანაში უნდა აღდგენილიყო მონარქია და სამეფო ტახტი და კონსტიტუციური მონარქია უნდა შექმნილიყო წესით და რიგით. ხო, მონარქია როგორ? მე გაიგებენ რომ ბრიტანეთში თურმე მონარქია, მე გაიგებენ რომ ჰოლანდიაში მონარქია, მე გაიგებენ რომ ბელგიაში ისა რა ქვია მონარქია, დანიაში მონარქია, შვედეთში მონარქია და არა თრათმასეც არ ყოფილა საქმე. მე კი არ ჭირდება მკურნალობა, შენ გჭირდება შეპატრონ მოთქმულო და არც მკურნალობა გიშველით, აწი თქვენ რაღა გიშველით, ბიჭო, აწი 40 და 50 წლის ხალხი უკვე დასირებულები რო დარბი ხართ, ხან ირანის დროშებით დარბი ხართ, ხან ამერიკის დროშებით დარბი ხართ, ხან უკრაინის დროშებით დარბი ხართ. სეფივიდების ირანის შახს მისტირით თბილისში მოგიტყან პატრონი, ტარი, ცოცხალი, ვისი ჯიში სახართ, საიდან წარმოშობილები ხართ, საერთოდ. და ნუ აგინებ და ნუ ლანძღავ. ხო, რაღა გიშველის ახლა 40 წლის და 50 წლის ადამიანი მე გამოსწირებული რო იქნები. და ვერიტან სიმართლეს თუ ვინმე გეტყვით, დაგეწყებათ იმ წუთში დაგეწყებათ კანკალი და აბა როგორ შეურასყოთ ახლა ეს შენ რუსეთის შემოყვანა გინდა შენ რუსეთის ჯარი შემოყავდა შენ პუტინს რატო არ აგინებ რუსეთს რატო არ აგინებ ჯოგი მეტი მოგიტყან გამზდელი რამდენი ილია ჭავჭავაძე ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძეს არ მოეკლა და რამდენი მენშევიკება მოგლეს აი გიშველი ხო ის პატრიარქის იმათმა ბოლშევიკება მოგლენ ხო შესირო პატრიარქიც ხო? იმას არავინ არ ამბობს, რომ ეს სპირტიტველა ლაწირაკი ბავშვები რო შეახოცეს. სპირტიტველა ლაწირაკები იმას წითელ არმიას და Ola ნადირაძის ლექსია ისა. დუმდა თბილისი და დუმდა ხალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ხო. თელი ქალაქი წითელი დროშებით დახვდა ბოლშევიკებს. ახალ პატრონს ტრაქში რაფერ შეძრომოდნენ.
ხმა არ მოუღია არავის. ხმა არ მოუღია. ჯავახიშვილის და ვასილ ბარნოვის გარდა ხმა არავის არ მოუღია. რომლებმაც სტუდენტებს მოუწოდეს მეო ლექტორი ვარო და ახლა უნდა გეუბნებოდეთო რომ სასწავლებელში იყოთო, მაგრამ ქვეყანა გვეღუება და წადით საომრათო. სტუდენტებს მოუწოდა. შენ რა უნდა მითხარჯე უპატრონო ახლა. შენ უკნიდან ახარ განათლებული აწე არაფერი გიშველის, მაგრამ მაინც. კი, ორჯონიკიძე იყო გარეული. აი, ბებიშენის წაბლა ტრაკმა, მართლა? და სტალინს ეზიზღებოდა კიდე თურმე და უშუალოდ სტალინის დავალებით მოკლეს ილია თურმე, ხო? შესირო, უციგნურო სირო, იგიც კი არიცი, რომ ილია ჭავჭავაძის და სტალინს განსაკუთრებული თბილი და ტკბილი ურთიერთობა ჰქონდა და სტალინი ყველაზე მეტად ილია ჭავჭავაძეს აღიარებდა. თავის მეგობრებსაც რო კითხრა და უთხრეს სად შენ და სად ილიაო, ვაი თქვენ პატრონსო. და სტალინი როგორც პიროვნების, როგორც ფორმირებაში, როგორც განმანთავისუფლებელი ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას თუ ხელმძღვანელობდა ილია, მის მიერ ფორმირებული იყო სტალინში ზუსტად ეს ყველაფერი. არა ბებიაშენ, ბაბუაშენი უბეჭდავდა იმაში, რა ქვია, გაზეთში იმას სტალინს ლექსებს. კუანა, შეძიძე წითელი დროში დახვდებოდი იმას და მერე დაიწყებდი იმას, რა ქვია, რომ აი მე დედაო და მე ალბათ ცისფერ ყანწელად გამოაცხადებდი თავს. ხო? მაშინ არავის არ ახსოვდა ესა ბოლშევიკები, მაშინ ისა რა ქვია წითელი დროშით რო ხვდებოდნენ, შენი ჭირიმე შენგენაცვალეს რო უძახოდნენ და მე ტროცკისტების მაშინაც ბიჭო, აი როგორი მარტივი არის, აი საქართველოს მართვა აღმოჩნდა უმარტივესი რაღაც. აი უმარტივესი რაღაც აღმოჩნდა. იყიდე ქვეყანაში ეს ტრაკიდან განათლებული ელიტა. მორჩა. დამთავრდა. იმ 30-იან წლებში თბილისი იყო თავშესაყარი მთელი ტროცკისტების, მთელი ჩათალახების, მთელი ნაბოზრების, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქ იყვნენ შეერთებული. სტალინმა უთხრა იყო ლიბერალებო ახლა რო ხართ ეს ლიბერალები ყველა რო მთელი მსოფლიოს ნაგავი რო ხართ თბილისში შეკრებილი, მაშინაც ასე იყო და სტალინმა უთხრა პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთითო, რო გითხარითო თბილისში შეერთითო, ის კი არ მithქვიაო. რა ვიცი, ქალბატონო, მეც 90-იანებში ვისწავლე ეს ისტორია. და 90-იანებში კიდე რაღაცას გვასწავლიდნენ და დღეს ახლა სოროსის დაწერილი ისტორიით მელაპარაკება აგერ ეს მომავალი საქართველოს. არ ყვები ჩემოძმაო დავწინი ამათ უწიგნურ და გაუნათლებელ თაობას. და გული მწყდება რომ ეს ასეა. ახლა რუსები რო შემოვიდნენ საქართველოში, ჩათვალეთ ეს ყველა ბებერი ნაბოზარი კომუნისტების დროს წითელი ნაბოზარი ინტელიგენცია, აი რომ გითხრათ ეს ტიპიური ლანა ღოღობერძე რო იყო ჩათლახი, დედამოტყნული, ვითომ პირველი რო დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიას და ვითომ თავისუფალი ადამი სინამდვილეში, ტაბურეტკას გოგო, ტაბურეტკას ბოლშევიკიშვილი, რა იქნება უკეთესი? და ისა რა ქვია, აი ეს პირველი დემოკრატი რო არის იუსუფოვი, უკაცრავად უსუფაშვილი 9 აპრილის მერე რო კომუნისტურ პარტიაში შევიდა, რო ზოგი ამბობს თვითონ იძახის, რომ მე კი არ შევედიო, დავრჩიო და კომუნისტური პარტიისო მოდერნიზებაო მინდოდაო შიგნიდანო, იმ კომუნისტური პარტიის იმას ამოაძრობენ ბარათს და გამოიტანენ და მე კომუნისტი ვიყავი, ადრე ოღონდ თანამდებობა მომეცითო აქ. აი ესეთი სირები, აი რო კომენტარებს წერენ, დღეს რო პატრიოტები არიან, რომ მოთქვამენ. ამ ხალხის ხელშია. აი ამის თქვა მინდოდა, არ ვიცი ჩვენ ისტორია. ჩვენ ვართ ეს არის საზოგადოება, რომელიც სრულიად ტვინ გამორიცხილი და დაცლილი არის ყოველგვარი ეროვნული ცნობიერებიდან. საერთოდ დაცლილი არის რაციონალური აზროვნებიდან, აი ნულის დონეზე დაცლილი არის და მხოლოდ ემოციურად აზროვნები. თუმცა ეს ემოციების გამოწვეულია იქიდან ფულს ვინ აძლევს. ახლა რო იყოს საპირისპიროდ და ამათ ფულს რუსეთი უხდიდეს, ბლომად ფულს.
და რუსები ძუნწები არიან და არ უხდიან მაგდენ ფულებს. ხო და? ახლა რასიზამდნენ, იცი? ახლა დაიწყებდნენ 1801 წლიდან საქართველოს ტერიტორიების განთავისუფლებისთვის რამდენი რუსი ჯარისკაციცაა დაღუპული, იმდენი რუსი ჯარისკაცის საფლავის კოცნას დაიწყებდნენ. რასიზამ ჩემო ძმაოა, ეს ყოფილა და სიმართლე არავის არ უნდა. ობიექტურად ისტორიაზე შეხედვა არავის არ უნდა. თუ გადახედავ და არის სოროსის გამოსწირებული, თუ გადახედავ და არის ბიზნეს გამოსწირებული, ან თურქების გამოსწირებული. იტყვი რაღაცას და აღმოჩნდები ჩუჟოის სრიზის ვაიხო რა ეს. უცხო შენიანებში საერთოდ ეს დაგესევიან გველებივი ჩეკჭამი. იმიტომაც, კაი დღეში მართალი ბრძანდებით კალბატონო. მიმკით მე ამას დადარეული ერთმანეთზე ჭამალი შენე გითქვი, იმან ასე თქვა, ამან ისე თქვა და მე რომ მოკლავენ იმას, რა ქვია, გამსახურდიას და იმას, მე დაიწყებენ იმას ტივით, რა კაი კაცი ყოფილაო, რაფერ ვერ ვიცანით. ასია ჩემო კარგებო, ამიტომ ვეცდები რომ მე ეს ბლოგი გავაკეთო, ახლა სამ ნაწილად არის დაყოფილი. მეოთხე ნაწილი არის აჭარის განთავისუფლება. მაგ ამბავს მივაბამ თურქული ოკუპაციის წინააღმდეგ და მოკლედ თქვენ რო იცოდეთ, ამას ვერავინ ვერ იტყვიან ესენი, რომ ეს ან რუსების დაწერილია, ან სტალინის, ან ვიღაცის მოგონილია ეს ყველაფერი, ესა საქართველოს გენერალი კვინიტაძის დაწერილი ისტორია თუ რა ხდებოდა საქართველოში. ბიჭო, გადამრევთ, უჩები. გადამრევთ. ქალბატონი უბრძანებული ხართ. სიჩუმით გარმიცა, ქალბატონო. დოდო, თაღმობა. პირდაპირ ამბობდა. ხალხის მტრებიო, ქვეწარმავლებიო, ასე ეძახდა და როდესაც მოკლეს ილია ასეთი რაღაცა თქვა. აი, ჩვენ რო ვიცით ნორმალურმა ხალხმა რო იცი როდეს წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ დამთავრდა ეპოქა დიდიოდა. მაგრამ რა თქვა, იცი? მე რა მოხდაო? ხეს რო ჭია და ნაფოტებიც ვივაო. ნაფოტს შეადარა, ნაფოტს. ამიერკავკასიის გამოყოფა რომ მოხდა რუსეთის იმპერიიდან, ამიერკავკასიის ჟორდანიას ცრემლი მოდიოდა თვალებიდან. ასია. სამაგეროდ ხო ყავს გმირი. ქალბატონი სალომე. რავი, თუ ვინმეს რამე გაინტერესებს, კითხეთ და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გაგცემთ პასუხს და მე გთხოვთ ერთ რაღაცას, თუ გინდათ რომ თქვენ ქვეყანაში ვიღაცამ რაღაცა გაიგოს, გენერალი კვინიტაძის ჩანაწერები, რომლებიც ვიდეობლოგებათა დღეს ამ კითხველი რო იყოს დარჩენილი ქვეყანაში, ვიდეობლოგები არ დაჭირდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ 21 საუკუნეა და მოусმინონ, მაინც საერთო ჯამში ერთიანად 2 საათამდე არ იყრის თავს ნაწილ-ნაწილ. არის ისე რომ მაგათი ფსიქიკა არ გადაიტვირთება და გაზიარეთ. ხვალ ზეგ და მაზეგ დავდებ ამ ვიდეოებს და ძალიან დიდი მაკებრები რო იქნებიან. მიაწოდეთ ესეთი რა სიტყვია. ეგრეა. ასე ხდება. დღეს მთელი მსოფლიოს ნაგავი შეკრებილია თბილისში. სლავა უკრაინელები, სლავა ირან. ყველა შიგ ევროპა. ყველა ეს ერთიანი ბიონაგავი თბილისშია თავმოყრილი. მაშინაც ასე იყო. გასებულია თუ ვინმე ენჯეოშნიკი იყო და რატო უძახით ენჯეოშნიკებს არ ვიცი, არსებობს ქართული კარგი შესაძყვისი, მიაუხსენი ეს ასოები, იმას ინგლისელი აჭმევს, იმას ამერიკელი აჭმევს, იმას შიგევროპელი აჭმევს, ამიტომ ვინც აჭმევს მშობელი мама ისა, ზოგიერთ დედამოწყული კიდე სადაც გაძღა სამშობლოც გონია და ასე იგი კიდე ვინც გააზღო, იგი კიდე ბიზნეს ხალხი და ამათ ამიგდებული ქვეყანა.
ალბათონო ეხლა ჩვენ რო გადავხედოთ ილიას მოღვაწეობას და ილიას განცხადებებს და ილიას დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და რაც რუსეთის იმპერიამ კი იყო ნეგატიური, თქმა უნდა იყო მოწინააღმდეგე მართალია, გამოყოფას არა ავტონომიას ითხოვდა, საქართველოს ავტონომიას ითხოვდა. პრინციპში რო ვთქვათ, იმას ითხოვდა, რაც გეორგიევსკის ტრაქტატით ჰქონდა მინიჭებული საქართველოს. ილია გამოვა პირწავარნილი რუსეთუმე. პირველი რუსეთუმე გამოვა. დღევანდელ პერიოდში ზვიადი და მერაბი იქნებოდნენ პირველი პუტინის აგენტები ამათ თვალით დადახული. და მოაფრიალებენ იმას, რა ქვია, აკაკის ნათქვამს, ვინც პირველად რუსი აქვს. იგი ავიწყდება გამოყლებულს, რო აფრიალებს, რომ აკაკის ცოლიც რუსი ყავდა და შვილიც რუსი ყავდა, პრაქტიკულად გარუსებული ქართველი და ცოლს და შვილს ვერ მიხედა. მე რა კაი პოეტი იყო. არა ძმაო, არა, არ ყოფილვართ ჩვენ, არა, არ ყოფილვართ თავისუფლების ღირსი, რა თუნდა ამ ხალხს თავისუფლება? რა სჭირდებოდა ამ ხალხს თავისუფლება? რა თუნდა ამ ხალხმა იცის თავისუფლება? მონამ რა იცის თავისუფლების პასის? რა თუნდა თავისუფლება? ამათვის თავისუფლება არ არსებობს. თავისუფლება არის თავისუფლად აზროვნება, თავისუფლად მოქმედება და თავისუფლად გადაადგილება და წასვლა და წამოსვლა და შენ ჭკუაზე შენი საქმის გადაწყვეტა და შენი შენარჩუნება. რომელში ხედავთ ამნაირს? სვანეთში როადიან დედა რა ლამაზია უშგული, რა ლამაზია კოშკები იძახიან. ეკითხებ მე ვერაფერი ვერ დაინახეთ თქვა? არა მაგარი ბუნება იყო. მაგარი ბუნება რო იყო გასაგებია, მაგრამ ახლა 21 საუკუნეშია უშგულში ცხოვრება ძნელი და მე-12 საუკუნეში როგორი იქნებოდა? ხარეში სადაც 6 თვე ზამთარი გრძელდება, შეშა დაღმართი და ნაღმართი უნდა ატარო. მერე თავისუფალი ცხოვრება უღირდა იმ ხალხს და იმიტომ ცხოვრობდნენ იქ. ესეთი კომფორტული კი არ იყო იქ ცხოვრება. არა, ის თავისუფლების სული და ის თავისუფლების სურვილი, რის გამო იქნა დასახლებული იქ სვანიკაცი და რის გამო ცხოვრობდა და როგორ ცხოვრობდა და რატო უღირდა ეს ყველაფერი, ეს არ აინტერესებს. ეს არ აინტერესებს სირს. არა. შეჭამოს იქ რა ხამარ გაძღეს კუბდარი ჭამოს და ინახოს ესა შხარა და დაინახოს ისა რა ქვია გადახედოს გადმოხედოს კოშკს ეხედოს და გადაიღოს სურათი და სვანეთში ვარ დამყოფი. თავისუფლების ფასი იცოდა ხალხმა ადრე. ის ხალხმა უფრო იცოდა, იმიტომ რომ თან მიჩვეული იყო თავისუფალ ცხოვრებას. იგივე სვანეთის ისტორიიდან 40 კაცი აუჯანყდა იმას, მთელი რუსეთის იმპერიას. გადახედეთ ხალდეს ისტორიას. ასია. ამგენისთვის თავისუფლება არის მოაწევიე პლანი, ჩაახდევიე, არაფერი არ უთხრა, პასუხი არაფერზე არ მოთხოვო, არაფერი არ დაავალო, არაფერი ევარდებულებოდეს, ფული ქონდეს, ეს ანარქისტი ლიბერასტები. ალანძღია რუსი, მეტი არაფერი. ვერც წარმომიდგენია სიმართლე გითხრა, ადამიანურად გეტყვით, ჟორდანიას ხელში დარჩენილი საქართველო ასე რო ყოფილიყო, აი ჟორდანიას ხელში ამათ ხელში დარჩენილი საქართველო რო ყოფილიყო, მეორე მსოფლიო ომამდე საერთოდ რაფერ მიაღწევდა და დღეს როგორ ვიქნებოდით. იმიტომ რომ ჟორდანიას და მის ჯიჟდაჯილაკს როგორც დღესაა დაყიდული ყველაფერი, მაშინაც დაყიდული ჰქონდათ ყველაფერი. ქართველი კაცი საერთოდ საქართველოში არაფერს არ ფლობდა.
გასაბჭოების მერე მოხდა გაგულაგება, ჩამორთმევა ყველაზე, ნაციონალიზაცია ყველაფრის და მერე ზვიადის დროს დედა მეიტყნენ, კიდე თუ არა ზვიადიო ქონებას არ გვაძლევსო და არ გვინაწილებსო ამ იმასო და ამის გულიზა დაამხეს. ახლა ზვიადი თუ არ თქვენ გონიათ, მართლა ამათ რაიმე ის ქონდა? აგერ ჩოუვარდათ ახლა ხელისუფლება და თავისუფლება ყოფილა ბიზნესი. იათუნდა ამ ხალხს თავისუფლება. რა იციან ამ ხალხმა თავისუფლების? აუღეთ დნმ-ები ვინც წივიან და ვინც კი ვიან, ხო და აი ნიზლავს დავდებ რომ 90% დნმ-შიც არ მოვა ქართული გენეტიკა. შემოგევლე, ჩემო გიორგი. ნებისმიერი ოკუპაციიდან ავიღოთ ჩვენ ერთი რაღაცა. როდესაც შენ არ ხარ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, შენ აუცილებლად დაგიპყრობს ვიღაცა. კუნძულები რო არის და იქ სადღაც სუსტი ტომები არის, ისინიც კი დაიპყრეს, არათუ ასეთ ადგილას. როდესაც საქართველოს ოკუპაცია ხდებოდა ირანის მხრიდან, ოსმალეთის მხრიდან, მონღოლების მხრიდან, თემურლენგის მხრიდან, რომის იმპერიის მხრიდან ოკუპაცია რას აკეთებდა? მოითხოვდა სისხლს, მოითხოვდა დამონებას, დოვლათის წართმევას, გაღარიბებას, გაღატაკებას და ყმად ყოფნას. ყოველი ოკუპაციის დროს, ჩემო ძმაო, არათუ ქარხანა, ფაბრიკები და რამე სასიკეთო შენდებოდა ქვეყანაში, თუ რამე არსებობდა, ისიც ინგრეოდა და დემოგრაფიულად ადამიანები საქართველოში მცირდებოდნენ. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2.300.000-საც არ აღწევდა. 1990 წლის აღწერით საქართველოში 5.300.000 ადამიანი ცხოვრობდა. აღარ ვამბობ ქარხნებს, ფაბრიკებს, ინფრასტრუქტურას, მეცნიერებას და მსგავს რაღაცებს. აი, ასეთი ოკუპაცია გაკეთდა საქართველოში. და მის მერე რაც დამოუკიდებლობა მოიპოვეთ დღევანდელ დღემდე 22%-ით ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და 34-35%-ით მოსახლეობა შემცირებული. ახლა ვართ თავისუფალი? და საქართველოში ქართული ვერ გითქვია. ეროვნულად ვერ გიცხოვრია. სიმართლეზე ზედმეტია ლაპარაკი, თვალებს გთხრიან აგერ შენ ბლოგზე. განსხვავებული აზრი თუ თქვი, შენ ხარ რუსეთუმე. ამას უძახიან დამოუკიდებლობას. მოაგინებს მაო ბიზნეს წმინდანათაა შერაცხული და ბიზნეს გინება მალე კანონით იქნება დასჯათი. დაგიჭირავენ. რას ქვია შემოძმაო დამოუკიდებლობა? არ ვამბობ სხვასთან, არაფერი არ მაქვს სათქმელი. ჩემ ბიოგრაფიიდან გამომდინარე ვიტყვი. ჩემ ბიოგრაფიის მანძილზე ამადგან განსხვავებით არ დავმალულ ვარ ყოველ შემთხვევაში და ვიცი რა, ყველაფერში მივიღე მონაწილეობა, რა ჩემ თაობაში, ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში ხდებოდა. არც იმას ვამბობ, არც გმირი ვყოფილვარ და არც ლაჩარი 2008 წლის ომში, მაგრამ ამადგან განსხვავებით არ დავმალულ ვარ ყოველ შემთხვევაში. დამიჭირეს იმისთვის, რომ დიდგორობას რატო აღნიშნაო. აღმიძრეს საქმე იმის გამო, რომ რას ქვია დავითგარეჯი საქართველოაო ამბობო, ეთნიკურ შულს აღვივებო. და ეს დასირებული ბიზნესისტები ამას მიგეთებენ და ის მეორე დასირებული ჯოგნახირი ლიბერალ-სპიდარასტები მემიძახიან რუსეთის აგენტს. და თვითონ არც ერთს არ ქონიათ მიღებული მონაწილეობა, არც ომში, არც ჯარში უმსახურებიათ, არც უსამართლობის წინააღმდეგ გამოსულან. ახლა
თითგორობა ვის რა შეაინტერესებს კაცო ახლა წინაპრების არც არავის არ მოუღია ხმა გარეჯის გადაცემაზე და ისაც სწორი ცხოვრება. ან ადიდე ბიძინე ან დასავლეთი უგდიდან. და გამოდი ქუჩაში და იზახ პიდარასტი ვარო კაცო და მომეცით უფლებაო. ტრაგის უფლება მომეცითო ღიათო რატო არ მაძლევ თავისუფლებია ტრაგის უფლება მომეცითო პიდარ. და ხალი გამორბის და ჩემ ფუჩუ ჩემი არჩევანია შორუსთაველზე ყვირის. აი ეს ხალხი გილაპარაკებიან მე შენ ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის ევროპულ განვითარებას. ამერ ხალხი მოუტანს ბიჭო ქვეყანას რამე ეს. ამერ ხალხს ხრიტავდა სტალინი და ვისაც არ ხრიტავდა იმათ ეგრე გამოსასწორებელ შრომით ბანაკებში და მე ვფიქრობ რომ აი იდეალურ სიტუაციაში რომ მოხდეს მთელი ეს ბიომასა შესაყრელი არის და ეს დაქცეული ქვეყანა მაგათი ხელით უნდა აშენდეს. რომ თითეული ქვის და თითეული გოჯი მიწის ფასი და სიყვარული იწოდეს. ესენი ყველა უნდა გაკულაკდეს. არა, ძალა. ბოზების ხელშია ქვეყანა. ლუკაშენკომ რო შეუნარჩუნა და ლუკაშენკომ რო გადაარჩინა ჩემოძმაო მისი ქვეყანა, ამიტომ არის ლუკაშენკო ცუდი. აბა ზელენსკივით და სააკაშვილივით და ამგენივით დექცია ქვეყანა რა кайკაცი იქნებოდა ლუკაშენკო იცი? ლუკაშენკოზე კაის როგორ ამბობ? უნდა დექცია ქვეყანა უკრაინასავით, უნდა დექცია ქვეყანა სააკაშვილივით აგერ და იქნებოდა კაი, ან ფაშინიანივით ეგრე. აბა ან ელცინივით უნდა მიეშვა და უნდა შეეჭმევინებიან მთელი ქვეყანა. ასია. ამიტომ უყვართ, აი ეს ერთი აქსიომა, ამიტომ უყვართ საქართველოში მოღალატეები. აქსიომა არის ერთი, არასდროს შენ, არასდროს ეს არ მოხდება, არ მოხდა რა. ისტორიაში და არ მოხდება არასდროს. არასდროს შენ უცხო ქვეყანა, არა აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა რომელი იქნება. უახლოესი სისხლით ნათესავი და რომელიც ჩვენ არ აქვს და სარწმუნოებით იდენტური რო იყოს, აი თქვა თურქეთი და აზერბაიჯანი რო არის, რუსეთი და თქვა ის რო არის, აგერ ბელარუსია რო არის ერთმანეთთან, არასდროს შენ არც ერთი სახელმწიფო შენი ქვეყნის პატრიოტს არ გაგიზრდის. ის გაგიზრდის მისი ინტერესების მსახურს. ამიტომ ვინც გაზარდა, ვინც გააძღო, ვინც აჭამა და ვინც ასვა ის ხალხი მოვიდა სათავეში და ასრულებს იმას, რასაც უკვეთავენ სხვა ქვეყნები. და გაიძულებენ შენს, რომ დაიჯერო, რომ ეს კარგია. არასდროს საქართველო არ ამოისუნთქებს, მე გეტყვით აგერ, ვერასდროს საქართველო ვერ ამოისუნთქებს, თუ კი საქართველოს არ ეყოლება პატრიოტი და რკინის ხელით მართველი. ისეთი მართველი როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, ისეთი მართველი როგორიც იყო სოლომონ პირველი, ისეთი როგორიც იყო გიორგი ბრწყინვალე, რომლებსაც თავის დროებაშიც და მერეც, სიკვდილის მერეც საუკუნეები ტირანებს, დიქტატორებს და რა ათას უბედურებას ეძახდნენ. მაგრამ მათი ეს აქსიომა საქართველოს ისტორიაში ყველა მეფე ის იყო წარმატებული, რომელიც მოღალატეებს ჯიდა. და ჩვენ იმას აქვს ნათქვამი. მაკიაველს აქვს ნათქვამი ესეთი რაღაცა. თუ ერმა მოიპოვა გამარჯვება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშიო და მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის არათუ მტრების შვილები და შვილიშვილები თუ არ გაწყვიტაო, ის სახელმწიფოდ ვერ შედგებაო და ჩვენ გავწყვიტეთ კი არა. თუ ვინმე იყო ამ ქვეყნის მტერი, ყველა ეგერაა ზევით. ასე რომ მიგვდის ისე საქმე, როგორც უნდა მიდიოდეს. აი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით. კარგი იქნება თუ ნახავთ, თუ გააზიარებთ, გაუზიარებთ ახლობლებს, შინაურებს, დათმონ თავიანთი ცხოვრების რაღაც წუთები და ცოტა აზრზე იყვენ, ვინ იყო
ნოე ჟორდანია და ვის მიტერიან და როგორ მიტერიან და რანაირად მიტერიან. ესა. ნუ არა, ჩემო ძმაო. იმიტომ არაა, რომ ჯერ არ გაგჭირვებია ისე ეთყობა, ჯერ არ გვიჭირს. არ გვიჭირს. აი ძალიან რო გაგვიჭირდება. მე დროება გამოაჩენს ალბათ თავისას თუ დარჩა ეს ერი ამდენ ხანში რამით, არ ვიცი, ევთანაზიური სიკვდილით კლავენ ერს და აგიტყვი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.